მოგიყვებით მთელ სიმართლეს იმაზე, რაც ამჟამად ხდება პედი პიმბლეტის და ილია თოფურიას შესაძლო დაპირისპირების ირგლივ, რომელიც იანვარში უნდა შედგეს. პედი პიმბლეტმა ბოლო დროს პოსტი დადო სიტყვებით: "ჰეი, რატომ არ მოაწერა ილიამ კონტრაქტს ხელი?" როგორც ჩანს, პედი გაგიჟებულია იმით, რომ თოფურიამ უნდა მოაწეროს ხელი და საბოლოოდ დადასტურდეს ბრძოლა. მისი თქმით და ასევე ახლო წყაროების მიხედვით, პედი უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი. აშკარად მას ეს ბრძოლა ძალიან სურს, ეს მისთვის გადამწყვეტი მომენტია, კარიერულადაც და ემოციურადაც. თუმცა, ეს არაა საუკეთესო დრო ილია თოფურიასთვის. ახლა აგიხსნით რატომაც. ჯერ ერთი ყველა მიცის, რომ ილია არ ჩქარობს კონტრაქტის გაფორმებას. პედიმ თითქოს საჯაროდაც კი შეუთვალა. როდის მოაწერ ხელს, მოაწერ თუ არა, რა ხდება? ამან ბევრ ფანს გააღიზიანა, რადგან ისინი თვლიან, რომ პედი პიმბლეტი საერთოდ არ იმსახურებს ტიტულისთვის ბრძოლას. მიუხედავად ამისა, როგორც ინსაიდერის ამბობენ, დღეს პედი სწორედ ის არის, ვისაც UFC ამ ბრძოლისთვის ირჩევს. არა ჯასტინ გეიჯი, არა სხვა კონტენდერი, არამედ პედი პიმბლეტი და ეს უკვე 99%-ით გადაჭრილია, როგორც ბევრი წყარო ამბობს. ახლა კი რაც რეალურად ვიცით, UFC-მ ნამდვილად შეარჩია პედი პიმბლეტი თოფურიასთვის. ეს არ არის უბრალოდ ჭორი. ამის შესახებ ინფორმაცია მოვიდა სანდო წყაროებიდან, რომლებიც პირდაპირ UFC-ს შიგნან საუბრობენ. თუმცა მათი სახელების თქვა ვერ შემიძლია. ინგლისურენოვან გვერდებზეც ეს ინფორმაცია გავრცელდა. განსაკუთრებით ჟურნალისტ კოლმ კოლმენეროსთან, რომელიც MMA სამყაროში ცნობილია როგორც ობიექტური წყარო, არასოდეს ყიდის სრულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ მას ბევრი სჯერა. კოლმენერომაც თქვა, რომ კონტრაქტი ჯერ არ არის ბოლომდე გაფორმებული, მაგრამ თითქმის მზადაა. რატომ არ მოაწერა ილია თოფურიამ ხელი? მიზეზი მარტივია. ის არ სურს იბრძოლოს არაადეკვატურ მომენტში. თოფურია არ არის ფორმიდან ამოვარდილი სპორტსმენი, ის მუდმივად ვარჯიშობს, მაგრამ ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. მისი ძმა ალექს თოფურია სულ მალე უნდა იბრძოლოს და ილია ძალიან აქტიურად მონაწილეობს მისი ბანკის მომზადებაში. შესაბამისად, მას დრო აღარ რჩება საკუთარი ბანკის შესაქმნელად. ეს უკვე ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ის ფრთხილობს. მეორე მიზეზი უფრო პირადია. ყველა ვინც თოფურიას ახლოდან იცნობს, ხედავს, რომ ბოლო თვეებში მას გარკვეული ემოციური დაძაბულობა აქვს. არავინ ამბობს ზუსტად რა ხდება, მაგრამ შეიძლება უბრალოდ დაღლილობაც იყოს, ფიზიკური და მენტალური. როგორც თვითონაც ინტერვიუში თქვა, არსებობს დიდი შანსი, რომ იანვარში იბრძოლოს, მაგრამ მანაც დააზუსტა, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. თოფურიასთვის ეს ბრძოლა ძალიან დიდი რისკია. ის იცის, რომ თუ ამ ეტაპზე გამოვა, მას მოუწევს ყველაზე ძნელ ბრძოლაში ჩართვა თავის ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგესთან, პედი პიმბლეტთან. ზოგმა თქვა, რომ უფრო სახიფათო მეტოქე იქნებოდა არმან ცარუკიანი, მაგრამ არა, ილია უფრო დიდ დაძაბულობას გრძნობს პედისთან, რადგან მათ შორის დიდი კონფლიქტი გრძელდება ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ინგლისში ინციდენტი მოხდა. იქიდან მოყოლებული ეს დაპირისპირება სპორტულ რივალრის ცედება. აქ უკვე ერებს შორის კონკურენციაც არის. ინგლისი, საქართველოს და ესპანეთის წინააღმდეგ. პედი პიმბლეტმა ადრე შეურამცხყოფელი კომენტარებიც გააკეთა ილიას პრამომავლობაზე, რაც მას ქართველ გულაშმატკივრებს გააღიზიანა. ამიტომაც ილია ამბობს, თუ გინდა რომ ჩემი ყველაზე ცუდი ფორმის პერიოდში იბრძოლოს ჩემს წინააღმდეგ, მაშინ გადაიხადე იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გიხდია. და ეს სრულიად სამართლიანია. ალვარო კოლმენეროს ცნობით, ილია ითხოვს არა ერთ, არამედ ორ ბრძოლას განსაკუთრებულ ანაზღაურებით. პირველი იქნება პედის წინააღმდეგ და მეორე, ტიტულის დაცვა ან სხვა სუპერფაიტი. ფაქტიურად ილია ცდილობს მაქსიმალურად მოიპოვოს ის, რაც ჩემპიონს ეკუთვნის. ახლა კი რაც რეალურად ვიცით, UFC-მ ნამდვილად შეარჩია პედი პიმბლეტი თოფურიასთვის. ეს არ არის უბრალოდ ჭორი. ამის შესახებ ინფორმაცია მოვიდა სანდო წყაროებიდან, რომლებიც პირდაპირ UFC-ს შიგნიდან საუბრობენ, თუმცა მათი სახელების თქმა ვერ შემიძლია. ინგლისურენოვან გვერდებზეც ეს ინფორმაცია გავრცელდა განსაკუთრებით ჟურნალისტ კოლმ კოლმენეროსთან, რომელიც MMA სამყაროში ცნობილია როგორც ობიექტური წყარო, არასოდეს ყიდის სრულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ მას ბევრი სჯერა. კოლმენერომაც თქვა, რომ კონტრაქტი ჯერ არ არის ბოლომდე გაფორმებული, მაგრამ თითქმის მზადაა. მოკლედ თოფურია არ არის არც შიშით მოცული და არც გაუბედავი, უბრალოდ ჭკვიანად აზროვნებს. ის არაპირებს იბრძოლოს ნებისმიერ ფასად. მისი მიზანია ღირსეულად დაიცვას საკუთარი სტატუსი, თავისი ოჯახი და საკუთარი მემკვიდრეობა. ახლა გადავხედოთ პედი პიმბლეტის მხარეს. პედი, მართალია, ახალგაზრდა და ენერგიული მებრძოლია, მაგრამ მისი კარიერა თითქმის არ განსაზღვრულა ბრძოლების ხარისხით. მან დიდი ნაწილი პოპულარობისა მიაღწია ინტერნეტით და ზოგჯერ წარმატებულ ანაზღაურებებზე დამოკიდებული გახდა. მაგალითად, პედი უკვე მოიპოვა ტოპ 10 პოზიცია UFC-ს რეიტინგში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ბევრჯერ გამოდიოდა ორთაბრძოლაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი მას აქვს ეს კონკრეტული ტიტულისთვის ბრძოლა. ეს მისთვის შესაძლებლობაა ნამდვილი გავლენის დასანახად და კარიერული აღზევისთვის. როგორც ინსაიდერს ამბობენ, პედი ძალიან დაძაბულია, რადგან ილია თოფურიასთან დაპირისპირება მისი კარიერის ყველაზე დიდი შანსია.
მიუხედავად ამისა, მას არც უფლება აქვს დაბალ ანაზღაუნებული ბრძოლა მიიღოს. მისი მოთხოვნა ძალიან კონკრეტულია. სერიოზული ანაზღაურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ის ბოლომდე მიიღებს, რასაც დაიმსახურებს. ეს ამტკიცებს, რომ პედი კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს მას წინ. ახლა გადავხედოთ UFC-ს ფინანსურ მხარეს. ახალ კონტრაქტში, რომელიც იანვრიდან მოქმედებს, კომპანია Paramount-თან ყოველწლიურად მხოლოდ სატელევიზიო უფლებებიდან მიიღებს დაახლოებით $100 მილიონ. ეს უზარმაზარი თანხაა, რომელიც აძლევს ორგანიზაციას საშუალებას გადაიხადოს მებრძოლებს მეტი ანაზღაურება, ვიდრე ადრე. შესაბამისად, ილია თოფურია უბრალოდ ჭკვიანურად ახორციელებს მოლაპარაკებას. ის არა მხოლოდ იცავს თავის უფლებებს, არამედ ცდილობს მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი იმ მომენტისთვის, როცა მისი კარიერა პიკზეა. გარდა ამისა, ილიას პირადი სიტუაციაც მნიშვნელოვანია. მისი ძმის ალექს თოფურიას ბრძოლა უახლოეს მომავალში ემოციურადაც და პრაქტიკადაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ილია აქტიურად მონაწილეობს მის მომზადებაში, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ მას დრო რჩება ცოტა საკუთარი ბანაკის შესაქმნელად. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მარტივია, რატომ არ სურს ილიას იანვარში ბრძოლა მარტივი ან დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით. პედი და ილია ერთმანეთისთვის არა მხოლოდ სპორტული კონკურენტები არიან. მათი რაიველრის საფუძველი გაცილებით ღრმაა და ეროვნული, ემოციური და პირადი ფაქტორებით განსაზღვრულია. პედი წარმოშობით ინგლისელია, ილია საქართველო, ესპანეთი. მათ შორისზე კონფლიქტი მხოლოდ ოქტაგონზე არ შემოიფარგლება. გარდა ამისა, პედის წარსულში ილია რამდენიმე უხეში კომენტარის გამო გაღიზიანებულია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ შორის დაპირისპირებას. ამიტომაც, ილიასთვის ეს ბრძოლა მხოლოდ სპორტული გამოწვევა არაა, ეს პირადი ბრძოლაცაა, სადაც თითეული დეტალი მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ფინანსურ მხარეს ეხება. ილია ამბობს, თუ გინდა რომ იანვარში მოვახერხო ბრძოლა, ჩემს ყველაზე ცუდ ფორმაში, გადაიხადე ის, რაც მეწყირს ცამი შესაძლებლობები. ეს პასუხია პედის მოთხოვნაზე და მოწინააღმდეგის წონის გათვალისწინებაზე. აქედან ჩანს, რომ ილია ჭკვიანურად აწესებს პირობას. ერთი ბრძოლა არ არის საკმარისი, ის ითხოვს ორი დაპირისპირებას, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები და მომავალში ჰქონდეს უსაფრთხო გზა. ფაქტობრივად, ეს მოლაპარაკებები აერთიანებს სამ მთავარ კომპონენტს. ერთი, სპორტული შესაძლებლობები და მომზადება, ორი, ფინანსური პირობები, სამი, პირადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მენტალურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ილია თოფურია ახერხებს ყველა მათგანის გათვალისწინებას, რაც პროფესიონალ მებრძოლს გააჩნია. მოკლედ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბრძოლა პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ოფიციალურად გაფორმებული ჯერ არ არის. UFC ახლა წყვეტს, რამდენი იქნება ანაზღაურება. ეს იქნება ბაზისური შეთანხმება, რომლის მიხედვით ილია მიიღებს როგორც ტიტულისთვის ბრძოლას, ასევე მომავალი კარიერული გეგმების უზრუნველყოფისთვის. ამის შედეგად, ილიას თოფურიას მიდგომა სრულად ლოგიკურია. ის არ აჩქარებს მოვლენებს, იცავს თავის ინტერესებს, ცდილობს მაქსიმალურად უსაფრთხო გზა აირჩიოს და იბრძოლოს არა მხოლოდ ტიტულისთვის, არამედ საკუთარი პრესტიჟისთვის, ფინანსური სტაბილურობისთვის და ემოციური მშვიდობისთვის. ახლა, როდესაც ყველაფერი პრაქტიკულად გარკვეულია, თაურია ერთ რამეზე დავფიქრდეთ. რა შედეგს მოიტანს ეს ბრძოლა და როგორ აისახება ის მთელ MMA სამყაროზე? ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება მხოლოდ ორ მებრძოლს შორის სპორტული ბრძოლა არ იქნება. ეს იქნება ფსიქოლოგიური, კულტურული და ემოციური ომი. პედი პიმბლეტი ინგლისში უკვე გმირადაა მიჩნეული, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრებისთვის, ვინც მას როგორც მოდერნული კონორის მემკვიდრეს აღიქვამს. მისი ქარიზმა, კვეთრი გამონათქვამები და არაპროგნოზირებადი ხასიათი მას UFC-ს შოუების ერთ-ერთ მთავარ სახედ აქცევს. მაგრამ, როცა საქმე რეალურ ბრძოლას ეხება, სწორედ აქ ჩნდება განსხვავება ილია თოფურიას და პედის შორის. ილია არის სისტემატური, ფოკუსირებული და ტექნიკურად დახვეწილი მებრძოლი. პედი კი ბევრად მეტად ემოციური, სპონტანური და ხშირად იმპულსურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. თოფურიასთვის ეს ბრძოლა მხოლოდ კარიერული გამოწვევა არაა, ეს არის მისი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ აჩვენოს მსოფლიოს, რომ ქართული სული და ფაიტერის გონება ერთად ქმნის დაუმარცხებელ კომბინაციას. მას უკვე იცნობენ როგორც მებრძოლს, რომელიც არასდროს დგას უკან. მისი გამარჯვებები არ არის შემთხვევითობა, ისინი შედეგია დაუღალავი შრომისა, დისციპლინისა და ერთგულების. ამიტომაც, როცა ილია ამბობს, რომ მე არ ვიბრძვი უბრალოდ ფულის გამო, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ პატივი დავიცვა, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. მეორეს მხრივ, პედი ცდილობს დამტკიცოს, რომ მისი პოპულარობა არა მხოლოდ სოციალური მედიის შედეგია, არამედ ნამდვილი ნიჭისა
და ბრძოლის სულის გამოხატულებაა. მაგრამ რეალურად ბევრი ფანი და ექსპერტი თვლის, რომ პედი ჯერ არ არის მზად ასეთი დონის ბრძოლისთვის. მას ჯერ არ დაუპირისპირებია ტოპ ჩემპიონი და თოფურია სწორედ ის ტიპის მებრძოლია, რომელიც არ გიტოვებს სივრცეს შეცდომისთვის. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რატომაც ილია ამდენს ითხოვს UFC-სგან. ეს მხოლოდ ფულის ამბავი არ არის, ეს სტრატეგიაა. ილია თოფურია ამჟამად ჩემპიონია და მისთვის ყოველი ბრძოლა არა მხოლოდ გამარჯვების, არამედ მემკვიდრების შენარჩუნების შანსია. ის იცის, რომ პედი პიმბლეტთან ბრძოლა შეიძლება დიდ ფულად წარმატებადაც იქცეს, მაგრამ ასევე ემოციურ გამოწვევადაც. ამიტომაც ის ცდილობს, რომ ამ ბრძოლას ჰქონდეს აზრი, ფინანსურად, მენტალურად და ისტორიულად. საინტერესო ფაქტია, რომ ბევრი მენეჯერი და ექსპერტი ამბობენ, ილიას პოზიცია ახალ სტანდარტს ქმნის UFC-ში. ადრე მებრძოლები იშვიათად ახდენდნენ ასეთ კონტრაქტულ მოლაპარაკებებს, რადგან შიშობდნენ, რომ ორგანიზაცია მათ აღარ შესთავაზებდა ბრძოლებს. თოფურია კი ამ დოგმას არ ყვევს. ის პირდაპირ ამბობს: მე ვარ ჩემპიონი და მე ვწყვეტ როდის და ვისთან ვიბრძვი. ეს სიტყვები MMA სამყაროში ბევრს შთააგონებს. ახლა რო დაუბრუნდეთ ფინანსურ მხარეს, საქმე ნამდვილად სერიოზულია. UFC-ს ახალი ტელევიზიურ კონტრაქტი 10-ჯერ მეტ შემოსავალს მოიტანს, რაც ნიშნავს, რომ მებრძოლებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მოითხოვონ სამართლიანი ანაზღაურება. თოფურია უბრალოდ პირველი იქნება, ვინც ამ ახალ ტალღას გამოიყენებს. თუ ეს ბრძოლა ოფიციალურად დაასტაზდება, როგორც ბევრი ამბობს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ივენთი 2025 წლის დასაწყისში. ორი სრულიად განსხვავებული სტილის და კულტურის წარმომადგენელი. ერთი ემოციური და სპონტანური ინგლისელი, მეორე მყარი, მშვიდი და გამძლე კარქველი ესპანელი. ეს დაპირისპირება აუცილებლად გახდება გლობალური ინტერესის საგანი. ბევრი ამბობს, რომ პედის შანსი თოფურიას წინააღმდეგ მინიმალურია, მაგრამ სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იგივე იყო მაშინაც, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ ნურმაგომედოვი ვერ დაჯაბებდა კონორ მაკგრეგორს, მაგრამ ისტორია მაჩვენა, რომ დისციპლინა ყოველთვის იმარჯვებს ხმაურზე. თოფურია სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობს. მეც ვმუშაობ, ნაკლებს ვლაპარაკობ. თუ ბრძოლა მართლაც გაიმართება იანვარში, ეს იქნება იმ ტიპის დუელი, რომელიც MMA-ის ისტორიაში დარჩება. რადგან აქ საუბარი არა მხოლოდ ორ მებრძოლზე, არამედ ორ განსხვავებულ სამყაროზე. პოპულარობის და პროფესიონალიზმის დაპირისპირებაზე. და სწორედ ეს ხტის ამ ბრძოლას განსაკუთრებით მაგარს. საბოლოოდ შედეგი როგორიც არ უნდა იყოს, ილია თოფურიამ უკვე დაამტკიცა, რომ ის არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის სტრატეგი, რომელიც ითის როგორ დაიცვას თავისი ღირსებულებები. მისთვის ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური მოქმედება არაა. ეს არის შინაგანი სიმტიცის გამოცდა. თუ ბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ილიას გადაუხადეს იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გადაუხადეთ. და როცა ფული უკვე დასწარებელია, არავის შეიძლება ამ ბრძოლიდან გაქცევა. პედი პიმბლეტის ექნება შანსი დაამტკიცოს თავისი სიტყვები, ხოლო ილია თოფურიას კიდევ ერთხელ აჩვენოს, რატომ არის ის დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომაც მეგობრებო, მოემზადეთ. იანვარი შესაძლოა გახდეს თვე, როცა MMA-ის ისტორიაში ჩაიწერება ახალი თავი. თოფურიას ეპოქა.